შტატებზე. ბატონ გიორგი. აგრე ვერ ჩავწერთ. გამოდი შტატებზე დავდგეთ ხალხო. ეს როგორ შეიძლება ესე ბიჭო? ნინო ხონდახა გამოვიდა და მოდის. იგი დააკავეს იმისთვის, რომ წმენა გამარჯვების და არ უნდათ რომ ეს წმენა გადაედოს ხალხს. იგი ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე და მას აქვს იგივე მესიჯი ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებთან. შეთავაზება არის ძალაში. ის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც კეთილზე ისე შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არ შეასრულებენ უკანონო ძალადობაზე დავალებებს და გადავლენ ხალხის მხარეს მომავალი ხელისუფლება მათ დააჯილდოებთ ძალიან სოლიდური ფულადი ჯილდო. ეს არის ლევანის დანაბარები და ბრძოლა ბოლომდე. ეს არის მისი მესიჯი. უფლებების დარღვევაზე თუ არ იყოს საუბარი. გაჩეხება. კიდევ ერთხელ ლევანის სიტყვებია რომ კიდევ ერთხელ იგი არის დაკავებული პოლიტიკური განცხადების გაკეთებისთვის. ეს ბრალდება რომელიც მოიცავს თითქოს და სამი შეთავაზებას არის აბსურდული. ხელისუფლება რომელიც მის სიტყვას ხელისუფლება რომელიც მოვიდა 5 მილიონი თითოეულს აღნიშნული მესიჯი ლევანს აპატიმრებენ იმ დაპირებისთვის, რომელსაც იგი როგორც პოლიტიკოსი სთავაზობს, როგორც მომავალი ხელისუფლების წარმომადგენელი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს თავიანთი უფლებამოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის. კიდევ ერთხელ, პოლიციელებს, ვინც არ იძალადებს ხალხზე, ვინც არ დაემორჩილება უკანონო ბრძანებებს, ვინც გადავა ხალხის მხარეს და დააწყობს მხარებს, მისი შეთავაზება არის იგივე, რომ მომავალი ხელისუფლება ასეთ ადამიანებს დააწინაურებს, დააჯილდოებს სოლიდური ფულადი ასე ვთქვათ, თანხებით და მათ ვისაც ამ დღეების განმავლობაში მოუწევთ რეპრესიები, გულისხმობ პოლიციელს აღადგენენ სამსახურში. ეს არის უფლებების დარღვევაზე თუ არ იყოს საუბარი. რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ იგი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ბრალდება არასოდეს და უკანონო დაკავებით. მასთან 5 საათის განმავლობაში არ დაუშვეს ადვოკატები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი ბრიფინგი მოვაწყვეთ. დანარჩენს რაც შეეხება კიდევ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თვითონ ლევანი განაცხადებს ეს გეგმა არის უკვე გამჯდარი ხალხში ეს არის წმენა ეს არის გამარჯვების წმენა და ეს სამოქმედო გეგმა რომელიც შეეხება ხელისუფლების უკანონო ხელისუფლების შვიდობიან დამხობას არის დაწერილი არის გამჯდარი და ეს წმენა აუცილებლად მივად თვითონ მოქალაქეებს ეს არის მისი სიტყვები ლევანის სიტყვებია რომ იგი ერთადერთი მიზეზის გამო შიშის გამო იმის გამო რომ მას ჰქონდა წმენა და ეს წმენა გადაეცემა უკვე 10,000-ობით, 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეს, აი ამ შიშის გამო იძულებული გახდა ხელისუფლება რომ დაეკავებინა პოლიტიკოსი, პოლიტიკური დავალებები, პოლიტიკური გამონათქვამებისათვის, პოლიტიკური ტექნიკისათვის და კიდევ ერთხელ, ყველა ძალოვან სტრუქტურას შემოთავაზება ძალაშია, ვინც კეთილსინდისიერად შეასრულებს მოვალეობას და არ იძალადებს ხალხზე, დაჯილდოვდება მომავალი ხელისუფლებიდან საბიუჯეტო სახსრება. დაზიანებები არ აქვს და მეცაც გეტყვით. იგი აღნიშნავს, რომ პირად საუბრებში ძალიან დადებითი განწყობაა თვითონ დაკავების იზოლატორშიც, იმიტომ რომ თვითონ ხდება როგორც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, რომ ასეთი რამ, რომ პოლიტიკოსი პოლიტიკური გამონათქვამების გამო დაეკავებინა და ეს შეეფუთა ქთამი შეთავაზება ჯერ არ ყოფილა, იგრძნობა დადებითი განწყობა, რადგანაც მისივე განმარტებით ყველა ხვდება, რომ ამ ხელისუფლების ბოლო ჟამი არის, რომ ხალხში არის წმენა გამარჯვების, ეს გამარჯვების წმენა არ უნდა დაიკარგოს და მისივე სიტყვებით ყველანი 4 ოქტომბერს იგივე შემართებით და ყველა ძალოვან სტრუქტურას შეთავაზება არის ძალაში. აი, მანო მეყოფა, მოდი, ერთსა. რატო? წარმოუდგენელია. რაც შეეხება პერფორმანსს, იგი აქამდე პრემიერ-მინისტრი ლევან ხაბეიშვილის გამონათქვამს აფასებდა როგორც პერფორმანსს და რაღაც ქილიკური გამონათქვამით დამკვდა, როგორც ჩანს, ეს ბოლო დღეს ეს პერფორმანსი აღარ იყო და ლევანი გახდა საშიში ხელისუფლებისთვის, ვინაიდან იგი კიდევ ერთხელ გეუბნებით დააკავეს აბსურდული ბრალდებით. აი, ბატონო, ძალიან საინტერესოა ის რა არის თქვენი გზავნილან ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამის მიუხედავად უნდა გაგრძელდეს ბრძოლა და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომ გაიმიჯნონ ისინი მიძინა ივანიშვილის თქმით. რამაზ აღავიდა. არავითარ ანუ ერთადერთი მოვალეობა პოლიციის და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს ეს არის რომ მათ კეთილსინდისიერად შეასრულონ მათი
უფლებამოვალეობები. მათ არ უნდა იძალადონ ხალხზე, მათ არ უნდა შეასრულონ უკანონო დავალება. მხოლოდ ამას მოუწოდებს ლევანი და ამის შესრულების შემთხვევაში პირდება ჯილდოს მომავალი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან. ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. დღეს ლევანის ბრალდება ერთგვარი, ასე ვთქვათ, ჩელენჯი გახდა. არეთ სოციალურ ქსელში არაერთი მოქალაქე, არაერთი პოლიტიკოსი იგივე ტექსტით მიმართავს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს. მე ესეთ ტექსტებიც ვიხილე. ყველა იმ პოლიციელი, რომელიც ეკლესიასთან მოიქცევა, თანახმოვარ მას გავყვეცოლად. ან ზოგიერთი თავიანთ ხელფას უყროთ. წარმოიდგინეთ, იმდენად სასაცილოა ბრალდება თავისი შინაარსით ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად ჩელენჯის წინაშე დავდექით სოციალურ ქსელებში ათეულობით, ასეულობით პოსტი იდება და აღარ ვამბობ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ანალოგიური ასე ვთქვათ შემატებით იგივე განცხადებას აკეთებენ და არ ვიცი, ხა იგივე წარმატებით თუ დაიწყოს ხელისუფლება ყველა მოუწევს ძალიანად საზოგადოების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების აბსოლუტურად ყველას დაკავება. მაგრამ აქ იყო ერთი ლევანთან მიმართებით იყო შიში, როგორც ჩანს, იგი დააკავეს იმის გამო, რომ იგი იყო დარწმუნებული გამარჯვებაში და ამ თავის წმენას გადაცემდა სხვებს. და გიორგი, სასამართლო პროცესი როდის შეინიშნა? ვერ გეტყვით ჯერ არა ჩვენთვის არ არის ცნობილი და ბრალის დადგენილება როდის წარადგინება ლევანს, არც მტკიცებულებები გადმოგცემენ მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო უწყებას ვალდებულება აქვს დაკავებიდან დაუყოვნებლივ გადმოგცემს ყველა მტკიცებულება ჩვენ აღნიშნულებს. საქმის მასალები მოვითხოვეთ ჯერჯერობით არათუ საქმის მასალები ასე ვთქვათ მისი დაკავების ოქმიც კი არ გადმოგცემია და საერთოდ 5 საათი ადვოკატებს არ გვეძლეოდა საშუალება ლევანთან შეხვედრის დაველოდეთ მიზეზი არის არავითარი განმარტება არ არსებობს და ეს არის აბსოლუტურად კიდევ უამრავი დარღვევა როგორც საპროცესო კანონმდებლობის ისე სამართლის კოდექსში და რაც შეეხება ბრალს ხვალე ველოდებით რომ დავიკავშირდებიან უკვე დეტალურად გავეცნობთ რა შეედება ბრალი თუმცა ბრიფინგზე ეს ყველაფერი თქვეს ამის შემდგომ ალბათ გადმოგცემენ მანამ მტკიცებულებებს და დაველოდებით სასამართლო პროცესს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მინდა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება მოსამართლე, ვისაც მოუწევს ლევან ხაბეშვილთან მიმართებით აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების მსჯელობა პოლიტიკოსის, რომელიც დაჭერილია პოლიტიკური ასე ვთქვათ დაპირებისთვის და ეს უნდა შეიფუთოს ხთამის მიცემად, საჯარო ხთამის მიცემად, რაც არის აბსურდი თავისი შინაარსით. დაველოდოთ მოვლენს მეგობრებო, ყველაფერი წინ არის. რას მოიფოქმედებენ და რას გააკეთებენ ეს უკვე მათი არის დამოკიდებული. რაც შეეხება ბატონ გუთას მე ვერ შევხვდი ბატონ გუთას, თუმცა დეკა არის შესული და ალბათ დეკა მოგასწრება. მადლობა. ოტივებს. მეგობრებო, როგორც ნახეთ, ადვოკატი გამოვიდა. შენობიდან. აი გამაგებინეთ, აი ბიჭო, 3 ნაბიჯი რო გადმოედგა და ყველას გადაგვეყვა შეიძლება. სამი კაცი რო ჩასწავლეთ. ჩემს კომენტარსაც დავწერთ გამარჯობა. ჩემს კომენტარსაც გავაკეთებ. ესე იგი მეგობრებო, ადვოკატი გამოვიდა, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი ნახა და ლევანმა ასეთი შემართებით დააბარა ადვოკატს ხალხთან, რომ იგივე დაპირება, რა დაპირებითაც ის ეს დააჭერეს ასეთი სასაცილო ბრალდებით, რომ ის $200,000 გადაუხდის იმ ადამიანებს, ვინც არ შეასრულებს თავისი უფროსების უკანონო დავალებას ძალაშია და ვინც განთავისუფლება თანამდებობებიდან ამ დღეების განმავლობაში აღადგეს აუცილებლად დააწინაურებს, ასე რომ მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ხაზი გაუსვა ერთ ფაქტს, 2012 წელს, როდესაც ივანიშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, კარგად გავიხსენოთ, რა დაპირებები გასცა და არ შეასრულა. რომ კომუნალური გადასახადები უნდა ყოფილიყო ძალიან მწირი, ბანკის პროცენტი უნდა ყოფილიყო ძალიან ცოტა, რომ უფასო ფულს დაარიგებდა, რომ ბიზნესის ხელშეწყობა იქნებოდა და ყველაზე მთავარი, თითო სოფელს 5 მილიონი, ალბათ კარგად გახსოვთ, რა გამოდის, რომ
ესე იგი დაპირება გასცა 5 მილიონს უხდი და საიდან 3,000 რაღაცა სოფელი, ახლა 3,000 რაღაცა სოფელი გადაამრავლეთ 5 მილიონზე რამდენია? ძალიან ბევრია. ესე იგი საიდან უხდიდა ბიუჯეტიდან, ხო? აი ამ ბრალდებითაც გასამართლდება აუცილებლად ბიძინა ივანიშვილი ტყუილი დაპირებების გამო, რომ ამ 13 წლის განმავლობაში მან მოსახლეობას არაფერი არ შეუსრულა და აი ასე გადააგდო ქართველი ერი. გადაგდებაზე ცალკე მუხლი იქნება, თუ არ არის, მაშინ იქნება როგორც ძალიან ბევრი კანონი ჩასწორდება, ასევე ჩასწორდება კანონი, რადგან მომავალმა ხელისუფლებებმა ვერ გაბედონ ტყუილი დაპირებების გაცემა. და პირველ რიგში ძალიან მინდა და თანახმავ იქნები, რომ ლუსტრაციის კანონი ამოქმედდეს ქვეყანაში, ამოქმედდეს ანუ არ ყოფილა ახალმე, თუმცა ლუსტრაციის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ, რადგან რუსეთთან, არა მარტო რუსეთთან, საქართველოს მტერთან, ვინც გარიგებაში იყო, გინდა შევარდნაძის პერიოდში, გინდა სააკაშვილის პერიოდში და გინდა ხოსების პერიოდში, ყველა იქნება ლუსტრირებული და მე დაკავების მომხრე არ ვარ, თუმცა მომხრე ვარ იმის, რომ სამუდამოდ აეკრძალოს პოლიტიკურ საქმიანობაში მოღვაწეობა ამ ადამიანებს და მოხდეს მათი ქონების კონფისკაცია. აი ამაზე ვიქნები მე თანახმად. ასე რომ 5 მილიონი ყველა სოფელს ეს არ დაივიწყოთ და ზუსტად იგივე ბრალდების ძის ლევან ხაბეიშვილი დღეს, თუმცა მან დაპირება გასცა და მეც ვადასტურებ, რომ ეს დაპირება აუცილებლად შესრულდება. ასე რომ ორჯერები და სპეცრაზმელებო ვიცით, რომ თქვენს რიგებში საკმაოდ არეულობაა, ჩვენ გვყავს მანდახლობლები და ნათესავები და გამოაქვთ იქიდან ამბავი, თუ რა სიტუაცია თქვენთან შიგნით, ჩვენ დაასახარულოთ კარგი სიტუაცია, რადგან არეულია სიტუაცია და ზუსტად მაგიტო დააკავეს ლევან ხაბეიშვილი და შიგნით გაქვთ უკვე არეულის სიტუაცია და $200,000 ცუდი არ არის ყველა იმ ოჯახს, ვინც რა თქმა უნდა გადმოვა ხალხის მხარეს. ეს 4 ოქტომბერი იქნება, თუ მანამდე იქნება, თქვენზეა დამოკიდებული. ჭკვიანურად მოიქცევით, ჭკვიანურად ვცხოვრობთ. დროებით და იმედი გვაქვს, რომ ძალიან კარგად იქნება ყველაფერი ქართული ხალხის და საქართველოს საკუთრებისთვის.